გამარჯობა მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა გაჩვენოთ ვიდეო თუ როგორ შეგიძლიათ გაწმინდოთ ადვილად ჩასაშენებელი ელექტროქურა, რომელიც ესპანეთში თითქმის ყველა მეორე ოჯახშია და საქართველოშიც მე ხა შევიწინე. პირველ და მნიშვნელოვანი რაც უნდა იცოდეთ, ის არ იწმინდება ცხელ მდგომარეობაში, ანუ როდესაც მორჩებით საკვების მომზადებას და ქურა საბოლოოდ გაცივდება ან შეგრილდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებთ წმენდას. აი ეს 100H-ში საბოლოოდ როცა გაქრება, ნიშნავს, რომ ის სრულიად ცივია და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთეთ წმენდის რეალიზება. ამ ეტაპზე ჩემი ვიტრო ესე გამოიყურება, ბრინჯი მოუხარშე, კარტოფილი შევწითვას, შემდეგ გადმოვიდა და ყველაფერი ზედ მიეხატა, მათ შორის ცხიმებიც და მე ხა თქვენთან ერთად მინდა რომ გავაპრიალო. სასურველი გქონდეთ ესეთ საფხეკი, კერამიკული შუშისთვის გათვალისწინებული, მე მაქვს ესეთი, არის სხვადასხვანაირი პლასმასები და ამ შემდეგ, რომელთაც მოყვებათ ბასრი თავები, შეიძლება გამოიყენო ძალიან ფრთხილად მშრალზე, მაგრამ კარგია თუ სულ მდგომარეობაში გამოიყენებთ. და ეხლა ვნახავთ როგორ. პირველი რომელთაც ის შეგიძლიათ გაწმინდოთ არის სპეციალური კრემი ვიტროსთვის განკუთვნილი, თუმცა მის ადგილას შეიძლება იყოს სიფ კრემიც, რომელიც არის ჩვეულებრივი ამ შემთხვევაში და მეორე ხრიკი არის სოდა და ძმარი ერთად. მოვაყაროთ საკმაო რაოდენობის სოდა განსაკუთრებით ლაქიან ადგილებში და შემდეგ მოვასხათ ძმარი. ამ შემთხვევაში მე ვიყენებ ვაშლის ძმარს, თუმცა თქვენ ჩვეულებრივ ღვინის ძმარით შეგიძლიათ გამოიყენოთ. დავალბოთ კარგად, ნახეთ როგორ შევიდა სოდა და ძმარი რეაქციაში და ესე გავაჩეროთ დაახლოებით 5 წუთი. შემდეგ ავიღოთ სამზარეულოს რბილი ღრუბელი, რომელზეც მოვათავსებთ მცირე რაოდენობით ჭურჭლის სარეცხ სითხეს და დავიწყოთ ზედაპირის დამუშავება. ასეთი ტიპის ზედაპირზე არასოდეს არ გამოიყენოთ ჭურჭლის სახე უჟანგავის სინა, აი ესეთი, არავითარ შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ ღრუბელი. ბოლოს გაწმინდოთ მაგიდის სველი ტილოთი. და საბოლოოდ სოდით და ძმრით გაწმენდის შემდეგ მივიღეთ ესეთი სილამაზე. ეხლა კი ვნახოთ ხრიკი მეორე, კრემით წმენდა. დავასხათ მცირე რაოდენობის გაზქურის წმენდისთვის განკუთვნილი ნებისმიერი კრემი და დავამუშავოთ სამზარეულოს ღრუბელით. სამზარეულოს ღრუბლით დამუშავების შემდეგ უკვე გაჩერება ნამდვილად არ არის, ამ შემთხვევაში საჭირო იმისთვის, რომ დალბეს, უბრალოდ შეგიძლიათ მოიხმაროთ აი ეს ნიჩაბი, საფხეკი, რომელზეც უკვე გესაუბრეთ და უმჯობესია რა თქმა უნდა მას თუ სველი წმენდისთვის გამოიყენებთ. გადავუსვათ სველი ტილო და მივიღებთ ესეთ გაკრიალებულ ზედაპირს. სველის შემდეგ მშრალ ტილოსაც გამოვიყენებ, ეს უბრალოდ გასაპრიალებლად. იმიტომ რომ ამ ჩასაშენებელ ელექტროქურებს არ აქვთ ამობურცულები, საკმაოდ აადვილებენ წმენდის პროცესს. აგრეთვე საჭმლის დასრულება შეგიძლიათ მაშინაც კი, როდესაც ის გამართულია ვინაიდან გათიშვის შემდეგ ჯერ კიდევ დიდხანს ინარჩუნებს სიმხურვალეს. ჩემი ჩასაშენებელი ზედაპირი არ არის ინდუქციური, ეს არის ჩვეულებრივი ელექტრო, მაგრამ მე ვიყენებ ინდუქციურ ტაფებს. ამ შემთხვევაში როგორიც მაქვს ჩვეულებრივი ტაფებიც რა თქმა უნდა შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ თუ იყიდით ინდუქციურ ჩასაშენებელ ელექტროპირს, ამ შემთხვევაში უკვე აუცილებლად დაგჭირდებათ ინდუქციური ტაფები და ჭურჭელი და ჩვეულებრივი აღარ გამოგადგებათ. იმედი მაქვს მოგეწონათ ვიდეო და ძალიან სასარგებლო გამოვიდა. გამოიწერეთ არხი, შემოგვიერთდით Facebook
გვერდზე 1 ოთახი. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.